დიდგორის ბრძოლა არ დასრულებულა. დიდგორის ბრძოლა კვლავ გრძელდება. ამ სათაურით ავრცელებს ვრცელ წერილ საზოგადოება ქართული. განცხადების ავტორები საუბრობენ ისტორიკოსთა ჯგუფზე, რომელიც მათივე შეფასებით ეროვნულ ცნობიერებას ებრძვიან. დარწმუნებულები ვართ, ეს პროცესი შემთხვევითი არ ყოფილა. ნეოლიბერალური ინტერნაციონალის მეშვეურებმა და მათმა აგენტურამ კარგად იცის, რომ გამორჩეული ისტორიული ფიგურები ხშირად იქცევიან ეპოქის სიმბოლოებად. მათთან ასოცირდება იდეები, ფასეულობები, ღირებულებები და პოლიტიკა. ამიტომ მათთან ბრძოლა რეალურად არის ბრძოლა იმ იდეების გარშემო, რასაც ისინი წარმოადგენენ. ამიტომ აწყობს ლიბერალურ ფრთას დღეს ყველაზე მეტად ისტორიული ორიენტების გადაფასება ან გადაწერა. უფრო მეტიც წარსულის მისაბაძე ფიგურების დამნაშავება, წარმოჩენა და ერის თვითშეგნების ტრადიციული ნაშთებისგან გადატვირთვა. ნათქვამია განცხადებაში. ქართული ასების ხელისუფლება არის ის, ვინც შეცვალა ისტორიის კურიკულუმი, ქართული ენისა და ლიტერატურის კურიკულუმი, ამოიღო მთელი რიგი ავტორები, ამოიღო მთელი რიგი ეპიზოდები და ეხლა ეს პოლიტიკური ძალა, ესე იგი, აქეთ ხარეს ოპოზიციას, რომელსაც არანაირი გავლენა არ გააჩნია ეროვნულ კურიკულუმზე, ანუ ეროვნულ სასწავლო შინაარსზე, ეხლა აქეთ აბრალებს ვიღაცას რაღაცას. აი ეს არის აბსურდი. როდესაც ადამიანი გამოდის და რაღაც ფსევდო მეზღაპრე აბსოლუტურად უსაფუძვლო არგუმენტებზე დაყრდნობით ცდილობს დიდგორის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენის საქართველოს ისტორიაში, დიდგორის ბრძოლის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობის დაკნინებას, ამას დიდი მტრობა რა უნდა იყოს. ეს არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი, აი ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, რომელიც არაფერს არ ცნობს, არაფერს არ აღიარებს და მათთვის არ არსებობს არაფერი ძვირფასი.